მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომას. კვორუმი გვაქვს. დღის წესრიგში გვაქვს 3 საკითხი. დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები, ცვლილებების შეტანა ხო არავის სურს. გთხოვთ დამიდასტუროთ ხელისაწევით. დიდი მადლობა. დავიწყებთ მაშინ განხილვებს. დღის წესრიგის პირველი საკითხი არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოქმნილი საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს კანონის პროექტის სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისი თანამდებობის საქართველოს კანონების პროექტის სახელმწიფო პენსიის და სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ეს არის ინიციატორი არის საქართველოს მთავრობა, მესამე მოსმენით აგვაქვს ეს კანონი. მოხსენებელი გვყავს ჯანმრთელობის დაცვა სოციალურ საკითხთა ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ირინე წაქაძე. მოგესალმებით ქალბატონი ირინე, გისმენთ? დიდი მადლობა ბატონო ზაზა, მოგესალმებით. ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რომ ეს პაკეტი ითვალისწინებს 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო გასაცემლების ლეგალიზაციას, რის შემთხვევაშიც შეწყდება ყველანაირი სასამართლო და ადმინისტრაციული წარმოება და ასევე იძულებითი საახსრულებო პროცედურები. მესამე მოსმენისთვის რედაქციული ხასიათის ცვლილებებიც არ არის შესული ამ პროექტში, ვინაიდან მარტივი ფორმით არის წარმოქმნილი, მხოლოდ ვადის შეცვლას ითვალისწინებს. მთელი პროექტი შენარჩუნებულია ისე როგორც იყო მეორე მოსმენის დროს, ხო? ასეა. შეკითხვები ხო არაფერი გაქვთ დეპუტატებს? მაშინ კენჭისყაზე დავაყერებ ამ საკითხს, ვინ არის მომხრე მხარე დაუჭიროთ. დიდი მადლობა, საკითხი განხილულია. გადავდივართ დღის წესრიგის მეორე საკითხზე, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოქმნილი საქართველოს კანონის პროექტის სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც მესამე მოსმენა გვაქვს, აქაც საქართველოს მთავრობა ინიციატორი, მოხსენებელი ისევ ქალბატონი ირინა წაქაძე. გისმენთ ქალბატონო ირინა? მადლობა. ეს ცვლილება ითვალისწინებს კომპენსაციის გადაანგარიშებას ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან, საბაჟო დეპარტამენტიდან და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტიდან დაავთხოვნილი პირებისთვის და ასევე ყოფილი სამხედრო მოსამსახურების ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც დღეს კომპენსაციას იღებენ მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით. ამ პროექტში მესამე მოსმენისთვის რედაქციული ხასიათის ცვლილებებია შესული იურიდიული დეპარტამენტის რეკომენდაციით. შეკითხვები რა გაქვთ მოხსენებელთან? გადაჭერილია. ვინ არის მხარე დაუჭიროთ მესამე მოსმენით? დიდი მადლობა. კანონი მესამე მოსმენით მიღებულია და გადავდივართ დღის წესრიგის მესამე საკითხს. ეს არის სხვა საორგანიზაციო საკითხები, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად პარლამენტში შემოსულია განცხადება, ეს არის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების მიღების ხარდაჭერის თაობაზე პეტიცია შესწავლისა და განხილვის შესახებ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227 მუხლის მერვე პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის ბიურო ადგენს, რომ ეს პეტიცია გადაეცეს ჩვენს კომიტეტს. როგორც იხსით და ასეთი შემთხვევები ჩვენ არაერთი ქონია, საკმაოდ აქტიური თემაა დღეს ეს საკითხი დიუშენის სინდრომთან დაკავშირებული, არაერთი კომენტარიც გაკეთდა, იცით რომ და ეს პეტიციაც არის ჩვენთან შემოსული. ჩვენ რეგლამენტით გვაქვს 3 ვარიანტი გათვალისწინებული, რომ გავიწყოთ განხილვა, ან არ მივიღოთ პეტიცია, ან გადავუგზავნოთ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს. ამიტომ მაქვს წინადადება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის სოციალურ საკითხთა მინისტრ ბატონ მიხეილ სარჯელაძეს გადავსცეთ ეს პეტიცია განსახილვად და შემდეგი ტექსტით საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 27 აპრილს განიხილა დიუშენის კუნთოვანის დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლების ორგანიზაციის ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას ზაქრო გვიშიანი მიერ წარმოქმნილი პეტიცია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების მიღების ხარდაჭერის თაობას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 257 მუხლის მე-9 პუნქტის B პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება საკითხის შესწავლის მიზნით აღნიშნული პეტიცია გადაეგზავნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამინისტრომ ერთვის ვადაში აცნობოს პეტიციის ავტორსა და კომიტეტს. ხო არაფერის დამატება ჩასწორება გსურთ აი ამ წერილზე, რომელსაც მივმართავთ სამინისტროს და ბატონ მიხეილ საჯველაძეს. დიახ, ჩვენც და რა თქმა უნდა გამცხადებლებსაც. დეკემბრის თვეში იყო ეს პეტიცია შემოსული. დიახ. და ცოტა რატო გაიწელა ესე დროში? საკითხის აქტუალობიდან, სენსიტიურობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენს მსჯელობა გქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, იცით რომ აქტუალურია საკმაოდ ეს თემა, ამიტომ კომიტეტს? ბატონო? კომიტეტზეა საუბარი, კომიტეტს გქონდა მსჯელობა ამ საკითხთან დიახ, დიახ, ჩვენც, დიახ. შეიძლება მეც რა ვიცოდე შინაარსი, ანუ თქვათ რა იმსჯელა რა. ეს საკითხი დღესაც გრძელდება, შესწავლის და ამ საკითხებზე მსჯელობა, იცით რომ დიახ და იცით რომ არაერთი კვლევა, მედიკამენტი ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, რაც ყოველდღიურად პრაქტიკულად იცვლება, არაერთი კლინიკური კვლევა მიდის, სადაც იდება მტკიცებულება დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე ამა თუ იმ მედიკამენტის საჭიროებაზე და გამოყენების შესახებ, ამიტომ ჩვენ სამ პერიოდს ველოდებოდით და ეხლა საკითხის აქტუალობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ამ პეტიციას უგზავნით მინისტრს და სამინისტროს. სხვა შეკითხვები? ვინ არის მომხრე რომ ხარი დაუჭიროთ ამ წერილს? დიდი მადლობა. საკითხი დასრულებულია, კომიტეტის ხმაც დასრულებულია. დიდი მადლობა ყველას.